გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone სვეტში მოვხდეთ. ნატოც კარგია, რუსიც კარგია, გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი, ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე, დავე და ბევრი წამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის. ფისო ბოტკოველმა ერთხელ საკუთარი შოუს პირდაპირ ეთერში დაამტკიცა, რომ ქათამი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე ხბო. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ფისო ბოტკოველის ჩურჩულები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა შინაბერა ქალები. რა არის შინაბერა ქალები? რისი უნახავები? ხო, კაი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს შემზარავი ისტორია აქვს. მოდით მივესალმოთ. ნანა, გამარჯობათ. მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. მოვყავით მაყურებელს თქვენი ისტორია. მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით. ყველაფერი კარგად იყო. მეგონა უყვარდი. ქორწილის დღეც დავნიშნეთ. ხო და იმ ავად სახსენებელ დღეს თამადა ის იყო, წამოდგა და მშვიდობას გაუმარჯოსო და მშვიდობა რო არ ყოფილიყო, არ ჩვენ არ ვიქნებოდით, აქო? გაიღო დარბაზის კარები და შემოვარდა ვიღაცა ქალი. აკივდა, რას მიკეთებ ამასო, ჩემს საქმროს ეუბნება. ესეც წამოფრინდა და გაეკიდა. დაურჩი ასე მარტო. ღმერთო ჩემო. ნუ გამახსენებ. ჩვენი მეორე რესპონდენტი უფრო შემზარავი ისტორიით მოვიდა ეკა. გამარჯობა ეკა, მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, დაგზავნით. მაყურებელს მოვყავით თქვენი ისტორია. მოგიყვებით. რო არ დაგიმალოთ, გვიყვარდა ერთმანეთი. კი. მე გიგე რომ ცოლი მყავდა. ვერ მევითფინე და დავადექი ქორწილში. და დამინახა და გამეიქცა ჩემკენ. გამეიქცა და გევიქეცით. მოგვდევდა მთელი ქორწილი. აურა რომანტიკული იყო, ბედნიერესი ქალი ვიყავი. მე როგორ ბოდით ჩავჯექით ტაქსში. ჩემთან ევითეთო. აი თქო, მეტი რა მინდოდა. ჩავჯექით და მაღაზიასთან ჩამოდი სანთლები და შამპანიური იყიდე. შევედი მაღაზიაში, გამოვდივარ და აბა, სად არის კაცი, სად არის ტაქსი? არც ერთი აღარ იდგა. ღმერთო ჩემო. ისტორია, რომელსაც შემდეგი რესპონდენტი თქვენ მოგიყვებათ, ბევრს აგატირებთ. ინგა სტუდიაში. ინგა გამარჯობა, გაიგავით თქვენი ახლა. ინგა, ჩვენ არა, მაყურებელს მოვყავით თქვენი ისტორია. მე ხომ ბედი არა მაქვს ფისო. გაჭირვება ტაქსისტობამდე მიმიყვანა. გუში მტაქსაობ. ჩამიჯდა გოგო და ბიჭი. მიარე ცოტა ხანი და ბიჭმა გააჩერა. გოგო გადაუშვა დადიო იყიდე რაღაცებიო მაღაზიაში. შემომხედა მეუბნება. ესეთი ლამაზი ცისფერი თვალები იშვიათად მინახავსო. დამაშრიალა, დამბურცკლა გამეხარდა. მივაწექი გასო, მივაწექი, მივქრივარ როგორც მერანი. მივქრივარ და მზად ვარ გადავეშვა სიყვარულის მორევში, გააჩერე სადარბაზოსთანო. ჩემებს გავაფრთხილებო. მერე რა მოხდა? სადარბაზოს ორი გასასვლელია. ის იქიდან გამოსული აღარავის უნახავს. წავიდა. ფული მაინც ამევა.
ღმერთო ეს რა დამემართა. თითოეული თქვენთაგანის ისტორიაში ერთი და იგივე კაცი ფიგურირებს. ჩვენ ვიპოვეთ ეს კაცი. გივი საყვარელიძე სტუდიაში. ალბათ ფისოს გესალმები. გენაცვალე, როგორ ზანდებით? გამარჯობოთ. ალბათონო ფისო. გოგოებო, როგორ ახართ? ლამაზებო, კარგებო, ერთმანეთზე მშვენიერებო. როგორ ახართ? ჰა? რა ხდებო გოგოებო? რატო არ თხოვნდებით ახლა? რატო არ თხოვნდებით კაცო? რატო? რა სამტკიცებთ ამით? რა სამტკიცებთ? რატო არ თხოვნდებით გოგოებო? მე ვიცი ალბათონო ფისო, რატო არ თხოვნდებიან ესენი? შეიძლება ვთქვა? გოგოებო, აი, ხელები მაღლა ამიწევია და ალალად გეუბნებით, როგორც გივის შეფერება რა. მე თქვენ სამივე ერთმანეთზე ისე ძალიან მიყვარხართ, ვერც ერთი ვერ ამოვარჩიე ალბათონო ფისო რა. მე მინდა ეხლა თქვენი ეთერის საშუალებით ეს წყალი რა არის კაცო? მე მინდა მაყურებელს მივმართო და თქვენ და ყველას მოგმართოთ. მე მინდა გამოვასწორო ეს შეცდომა რა. სამივეს მინდა რომ დაუმტკიცო რომ ერთმანეთზე ძალიან უყვარს გივის სამივე გენაცვალოთ. აი აქვე ეხლავე რომ დავიწყო თუ შეიძლება აქვე ეხლავე რომ შეუდგე ამ ყველაფრის დამტკიცებას რა. ბატონო გივი. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ. უკეთესი კაცო. რეკლამის შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით. ფისობოტკოველის შოუ ბრუნდება რეკლამის შემდეგ უკვე შეცვლილი თემით შეცდენილი ქალები. ნანა, შეცდენილი. მოგვიყევი შენი ისტორია. რამდენიმე წუთის წინ მოხდა ყველაფერი. შემოვიდა გივი სტუდიაში და დაგვიმტკიცა რომ უყვარვართ სამივე. მოულოდნელად ტელევიზიაში შუქი ჩაქრა. პირველად ჩემთან მოვიდა გენაცვალე. ასა დარწამსულო კაცო, რა გჭირთ გოგოებო, საწავიდოდი თქვენ გენაცვალოთ თქვენი გივის სიცოცხლე, ალბათონო ფისო. აბა როგორ გეკადრებოთ, მეც რა გათიშული ვარ ცოტა ამას. მაინც ქვევით. აქა ვარ კაცო, ძმაკაცებმა მომაკითხეს, მეგობრებმა ყურადღება ხო უნდა მიაქციო. ყვავილები მოატანე. ალბათონო ფისო, რა თქმა უნდა გივის ეგ შეეშლება, გადავრეკე ყველაფერი აქ არის კაცო. მე ფისობოტკოველის სკანდალური თემით დაგიბრუნდით. თემა ისევ შეიცვალა. მეძავები. ნანა, ეკა, ინგა. მოგვიყევით თქვენი გამეძავების ისტორია. კი, რა თქმა უნდა, მოგიყვებით ყველაფერი. ალბათონო ფისო, უკაცრავად რა. ეხლა მოიცა ერთი წუთი, რა გადაცემა კაცო, რის გადაცემა გოგოებო. ალალად ბოდიში რა. ალალად გეტყვი, აი ხელებს მაღლა აწევ გეტყვით რა. ეხლა ჯიბეზე $300 მეტი არ ამაქვს რა. ხო ხდებით? კაი სასტუმრო ვიცი, ძმაკაცები გარეთ მელოდებიან, შამპანური, ყვავილები, კაი საჭმელი, როგორც შეეფერება, გივის ისე იქნება ყველაფერი რა. ხო ხდებით? ალბათონო ფისო, წავედით. ალბათონო ფისო, თუ გინდა თქვენ სამობრძანდით, ჩემ პატარა ძმისშვილს სამოვიყვანე რა. არმენას და მერაბას კენედის მანქანისთვის სახურავი რომ არ მოეპარათ, ახლა ის ცოცხალი იქნებოდა. ეს ზუსტად არჩათ. გეოგრაფია უნდა მესწავლა. გესავლა მე რა ქის კარი. მაზაცნადა. და სმაზაცნა. ჩემ ვაფშე სადისმენეთ მე ხარ. ღრიბულში. ღრიბულში რა გინდა? არც ერთი ღრიბუნელი კაცისთვის მე მანქანა არ გამიკეთებია. სვაბოდნად დავისვენებ რა. გამარჯობა ბიჭებო. აი ეს დანგრადი? პარებძეს. იქითა პროფილაქტიკიდან გამოგიგზავნის. ვა, კაი დანგრადი, კაი, არა? აი ჩვენგან აი ჯიგრები. აი ჩვენგან აი ეს ორი დაგრანატი გავუწევთ. ვაა. ბიჭებო. აი ეს მახავიკი იქითა პროფილაქტიკიდან გამოგიგზავნის. ბიტო, ჯიგი. აი ბიჭი ეს შენ დაიჭირე. მაიცა ზიმე. აიდა. წავიდა. ხავა, გაიხარეთ ბიჭებო. გაზგანე ჩვენგან. აი ეს საბურავი გვერდითა პროფილაქტიკიდან გამოგიგზავნის. ახ, აი ჯიგრებიტო რა. აი გეყვეცეთ, აი კეცადი ორი საბურავი. ხო. აი მოკიდე ხელი წაიგე. ორი წალი ჩვენგან. გაიხარეთ ბიჭებო. გაიხარეთ. კარენ. შენ სუდად ხო არა, რანაირად იქცევი? რა სუდად მოიცადე რა, მაწადე, всё პროფესიონალ ძელა. რა პროფესიონალ, მე რა ბრასაკი შეგავიდე ხა. გაატანა ნახევარი პროფილაქტიკა. წავედი. გატური ჩა. კარენ, ტელეფონი შენ არ მოგეცი ბოლოს დამარაგე. მე სულ მაგ ტელეფონი. მოიცა ჯიგარო, ნელა, დავიკეთე ჯიგარო. უკვე ვიკეთებ. დავიკეთეთ. რა ეს მე ერთი წამით რა მოსქნა რა.
აბა ბიჭებო, ეს მანქანა იქითა პროფილაქტიკიდან გამოგიგზავნეს. ვას მოირო ჯიგრებითო, ჩვენგან 2 მადლობა ჩვენგან გადაეცო 2. 3 კაცო, 3 მადლობა. ენაცოლე. ჯიგრები ხარ. ყველა ჩვენი. აბა შენის ჩემო კარგი. ეკა ძაბანაძეს ერთ მხარზე ეშმაკიაზის, ხოლო მეორე მხარზე უარესი. გამარჯობათ ბატონო ჩემო. გამარჯობათ. მე ეკა ძაბანაძე. გამარჯობა ეკა. დღეს ჩემი დაბადების დღეა, მე 30 წლის გავხდი და თქვენი პროცენტით შესაბამისად 30%-ით გაიზარდა. ცუდი დღეა საშინელი დღეა იმიტომ რომ დღეს ამსერვას დაბადების დღეა მადლობა კი მაგრამ როგორ გაიგეთ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა? რა როგორ გავიგე დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული და ყველა სესხით გარდაცვლილ პატივს მიაგებენ. მოდი ჩვენც მივაკოთ. ეკა, მოდი სანთელი ჩააქრე, თუ ამ შუშხუნას ჩააქრო, შენ ყველა სურვილი აგიხდება. ეხლა მიწამეთ? მიდი, ჩაიფიქრე. ჩაიფიქრე უკვე? აბა. კოჩა, ერთი წუთით. თქვენ დაგიმტკიცათ სესხი 30%-ში. რა სესხი? ჩემი სული ესე მალე ჩემი დაბადების დღე თქვენი აპოთეოსია. ხოლო გვერდზე სოფრელები იღებენ კარტოფილის მოსავალს ზუსტად იმდენს, რამდენსაც სთესენ. ლაუდსპიკერზე ჩართე აბა მიდი ტელეფონი. ხმამაღალზე ჩართე მეთქი ხალო. ჩართე? ჩართე? ხო, მიდი აბა ყურთან მიუტანე, მიდი. რაო, აბა ჩემო პატარა. ჰა, რათა ჭირვეულობ შედა კაცო? რათა ჭირვეულობ კაცო ძინა? მოითა დაწყნარდი, აბა მიდი, დაწყნარდი, გენაცოდე. მიდი გავება, მიდი. კოჭა, აბა მიდი დაუჯერე დედას რასაც გეტყვის, კაცო. მიდი, ხო. მეც მალე მოვალ. ძალიან მალე მოვალ, აბა მიდი. ჰა, ხალო, აბა რაქნა. გაილაბა. ხო და მიდი ახლა და მოწველე, კაცო, მე აქედან აბა მეტი არ შემიძლია რომ გავაკეთო არაფერი. მიდიო. ბიჯო, რო ხაზმე მაწვედინეთ. მალხაზი, უბრესო. მარტო ხარ? მარტო ვარ, ხო. მაგრამ ვაი და არა ვარ. არა დააკაკუნო, შეშობეზაღო. ხო და მე მეგონა ვინმე ხალი გეყოლებოდა და თვალწყალ დავალე ვინები. ვაი, გაჯი. ერთი ამბავი მაქვს, რომლით დავიწყო? პირველით. ხო. სტადიონი გავხსენით ჩვენა. სულხან ნამჯევაძის სახელობისა. ისეთი ლამაზი გამოვიდა. ყოჩაღ გელოდი, ყოჩაღ. ო, გავხსენით. მაგრამ მეორე ამბავიც მაქვს, დამავიწყდა. იმიტომ არ გითხარი მეთქი არ ეწყინოს რაღაცა თქო. რა მეწყინოს, გასულ თქვია მოგერღე. მეორე ამბავი ეგ არის რომ გაღმა სოფელში არა, იმათ მას გახსნეს სტადიონ და ჩვენ სტადიონზე მეტია 10 ნაბიჯით. რასო? ო, რასამო? გელოდი? ნუ განრისხდები. არა, ვისხდები, კაცო, ემსაათში წადი. ო, თუ ახალი სტადიონი გახსენი, ოღონდ იმხელა იყოს რომ ვერც გაღმასოფლელები, ვერც იმის გაღმასოფლელებმა ვერ გააკეთონ მაღაზიები. მიდი დავაი და მარაკანა სავითა, გავაკეთე. მარაკანა სავითა, ხო, მიდი. იქნება გაკეთებული. გადი, ბიჯო, ნუ ხარ ტარაკანა სავითა, შეშობება. მალღაზი, უბრესო. ყველაფერი შესრულებულია 5-ზე. იმ ხელა სტადიონი გავხსენით. ხო, გაღმასოფლიდან დარუბალდამდის. ეგ ძალიან კარგი და როდის არის გახსნა? გავხსენით უკვე. როგორ გახსენით, ბიჯო? თემსოფელში
ერთი მაკრატელი მარტო მე მაქვს. ო, შენ კიდე ხერხი ვიხმარე. რა ხერხი ბიჭო, ხერხი გახსენე. არა, კაცო, რა ხერხი არა. გიჟმაო მარამ გახსნა მაკრატელათი. ეხლა კიდე ბიჭები დარბიან თამაშობ ბუხიას დიქაურებას. ძალიანაც კარგი. ზდიორ ეხლა 22 კაცმა მაგ ერთ ბურთს და მე კიდე ეს ერთი კაცი გამოვეკიდები მაგათ 22 ქალსა. ზამენას რასუშვი, თადარიქში როს ხედად იმათა? იმათებს შენ გამა ეკიდე გელოდი. დაკასამი. რა ხდება ბიჭო? ომარა მოიდა. ბიჭო! ავედა ბიჭო! ზევითანი ბიჭო დიდარესთან ბიჭო! დიდარესთან ადი ბიჭო მოსთან დახვალ ჩამოყრდი ბიჭო! რას მეგურე ბიჭო მე რა ხედავ მაგაჩერებას და კაცი კეტავს ბიჭო! ადი ბიჭო ზევით ხო? ადი ჩამოვაწვდი ხო? ბოდიშია. აი ბუთი რა ჩავაწოდ რა პასი მაქვს შეკიდე ბიჭო რას მიზიხარ ვის გავგე კომენტატორი გავგებლის კაბინეტში მოიძეს გადი ბიჭო იქ ბიჭო მე მიშავ გადი ბოდიშია არ მიგაროთაკირა გაიცი ბიჭო რესპუბლიკის დამსახურებულმა პენსიონერმა ჯუმბერ სმიტმა ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სთხოვა, რომ მისი პენსია პირდაპირ საროსკიპო კალიფორნიაში ჩარიცხონა. გოგოებო, არჩევნებზე ხვას ვის აძლევთ? კარგი სვეტაჩკა, რას ლაპარაკობ? ვინც მოდიოდა ჩვენთან, იმას უნდა მივცეთ ხმა. აბა ის მეორე კანდიდატი, ვინ ჩემ ფეხებია, საერთოდ არ ვიცი. მოიგებს სეგვითო? ანიუტა ნეტა მოიგოს რა. ადრე თუ მარტო დადიოდა ჩვენთან. ეხლა ფირმა დელეგატებთან ერთად მოვა და ევროებს დახარჯავს. როგორც იქნება გამოვისუნთქებთ რა. ხარა. გამარჯობა. უკაცრავად სპორტებია. როგორც ხდებით, ბორდელია. ძალიან კარგი. იცით ჩემო კარგო, ასეთ შემთხვევაში მე მსურს ქალთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ფართო ასორტიმენტი გზა. ძალიან კარგი, სად არიან თქვენი, ასე ვთქვათ, მანდილოსნები. მოვძანდით, აი, გაიცანით. Молодая, очень красивая. გამარჯობათ. Ну, крашеная. მშვენიერესი კანი გაქვთ გოგონა თოვლივით თეთრი რას ლაპარაკობ თქვენი თვალები კი მზესავით ანათებს პოეტი ბრძანდებით ალბათ ძალიან კარგი გამარჯობათ მშვენიერესი მკერდის პატრონი ბრძანდებით გოგონა სიამოვნებით მივისაკუთრებდი თვალებიც არ ამყობ ლამოსი რა თქმა უნდა ოხ ეს რაღაც გამარჯობა სასიამოვნოა მერაბი გამარჯობათ მშვენიერესი ფეხები გაქვთ როგორ გეკადრებათ თქვენ თვითონაც ხომ თავად მშვენიერ ბრძანდებით ეს ხომ ნამდვილი ბრწყინვალება ამაპატიეთ ჩემო კარგო მომიტევეთ ოხ ეს უკაცრავად აქამდე როგორ ვერ დავინახე ეს რა სილამაზეა ეს რა მშვენიერება მომიტევეთ ქალბატონო მაგრამ მე არ შემიძლია რო არ გითხრათ თქვენ ნამდვილი მარგალიტი ხართ მარგალიტი კი არა ბრილიანტი ხართ რა ღირს ეს მშვენება უკაცრავად ეს ზმანება Just 50 евро. რას ქვია 50 евро 1 საათი? რა გზნობ ჩემო კარგო რა 50 евро 1 საათი ეს რა შეურაცხყოფაა ადამიანის. ეს კალბატონი გაცილებით მეტი ღირს და თქვენ მე მგონი ვერ ამჩნევთ ამ ნამდვილ სილამაზეს ხო? მე მაპატიეთ ახლა სამწუხარო ჯიბეზე თან მხოლოდ $500 მაქვს ამ თანხას დაგიტოვეთ. ნამდვილი მამაკაცის თვალით დანახული ნამდვილად. ხო და მაგას ვიძახი რომ ეს კალბატონი $500 კი არა ბევრად მეტი ღირს უბრალოდ მე $500-ზე მეტი არ მაქვს ჯიბეზე და შეიძლება რა შეიძლება ესეთი შეურაცხყოფა. არ არის პრობლემა. ეს არ შეიძლება ჩემო კარგო ესე ტრადიციულად მივიღეთ ზანდებით ხომ წამობზანდებით ხომ ჩემთან ერთად მშვენიერო არსება თუ შეიძლება დადიდედუცი წამობზანდით როგორ გეკადრებათ რას აკეთებთ ეს ხომ ჩემი შეურაცხყოფაა რას ბზანდით ხელი თუ შეიძლება ამობზანდით იცით სანამ ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ მე მინდა ჩალუჩი წავიდნენ წაიღო ამაში ხო არა აქე გოგო ეგ იცი ვინ არის საერთოდ ვინ არის ეს არის ყველაზე მაღალი დონის მეცენატი, ქველმოქმედი. და ახლაც აგრძელებს ქველმოქმედებას, საყვარელი. ნამდვილი ქველმოქმედია. თბილისში ავარიების ფაქტები 1000%-ით გაიზარდა, რადგან სტიუმ და ჯეიმსმა ღერძულა ხაზები გაყიდეს. ჭამთ, მაგრამ ვერ სუხდებით, დანაჭამის არაფერი გეტყობათ, დაიღალეთ მუდმივი კომენტარებით. ვაიმე რა გამხდარი ხარ? მუდმივად ტელევარსკვლავებს გადარებენ და ბრედ პიტას გეძახიან? სწორად ასეა სტილ.
ჯეიმს, მითხარი, ხშირად გექნება პრობლემები კარგი ტანის გამო? წიო, სიმართლე რო გითხრა, ძალიან ხშირად. ალბათ ამის გამო ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ. დიახ, სამწუხაროდ ასია. ხშირად მეუბნებიან, შენ რა კაცი ხარ, რას გავხარ, სარკეში მაინც ჩაიხედეო. შენ რასაც დალევ, 10 მაგნეს მე ყულში ჩავისხავო. აბა წარმოიდგინე, წიო, ქართველი კაცი, მუცლის კუბებით, სუფრასთან ხომ ეს საშინელება და კატასტროფაა, წიო. ალბათ რა რთულია, მაგრამ შეგიძლია გამხიარულდა ჯეიმს. მე შენთვის გამოსავალი მაქვს. არ არსებობს. მოგიწევს დაჯერება. ეს არის GeoGip B80. ღმერთო ჩემო, ეს სუპი აქ არის? GeoGip B80. ღმერთი ჯული ხატის წინ ვერ გიტან. მესმის შენი აღფრთოვნება ჯეიმს, ეს არის ინოვაციური პროდუქტი. ის ადვილად მაგდება წელზე და მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ის სრულიად ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული და სუნთქავს. რას გულისხმობ? GeoGip B80 თავის წინამორბედისგან განსხვავებით, სილიკონისგან კი არა, არამედ ქარელის ყანებში მოყვანილი მარცვლეულისგან მიღებული ცომისგანაა დამზადებული. რას ამბობ, წიო, ნუთუ ეს მართლა ცომია, წიო. დროა დაიჯერო ჯეიმს და საკუთარ თავზე გამოსცადო GeoGip B80. შეიძლება? რა თქმა უნდა. ერთი წამით დაგეხმარები? როგორც წიო, მე უკვე ღიპიანი ვარ? რა თქმა უნდა, ჯეიმს. ეს ხომ სასწაულია წიო? სწორედ ასეა. ამიერიდან შეგიძლია თავაწაულმა შეაბეჯო ნებისმიერ ქართულ ღონისძიებაზე. უხერხული სიტუაციები წარსულს ჩაბარდა ჯეიმს. არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. მაგრამ წიო, შენთან ერთი შეკითხვა მაქვს. აქ რაღაც მოწყობილობას ვხედავ. შეგიძლია გამიმარტო რას ნიშნავს ეს? რა GeoGip B80 უბრალოდ მუცელი არ არის. მას სამი სხვადასხვა რეჟიმი გააჩნია. ბუხბუხის, სამღილზე გახსნის და მუცელზე ტყაპების დროს ის ნამდვილი დოლის ხმას გამოსცემს. მართლა წიო? ალბათ ხშირად გიოცნებია ზაფხულში ქუჩაში მაისურის აწევაზე და მუცელზე ხელით ტყაპუნზე. ახლა ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, ჯეიმს. ეს რეჟიმი ხო ამის წინამორბედსაც ხონდა? კაცი ვერაფერს გამოგაპარებს, ჯეიმს. სწორედ აღნიშნე, თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, GeoGip B80-ში არა მხოლოდ დოლის, არამედ სალამურის და ელექტროგიტარის ხმაც არის ჩაწერილი. თუ შეიძლება დავიწყოთ სალამურით. რა თქმა უნდა, ავსტრიკოთ პირველ რიგში სალამური, უკაცრავად SALMRUI. აჰა, ძალიან კარგი. შეგიძლია დაიწყო. შემიძლია დავიწყო? რა თქმა უნდა. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. ელექტროგიტარა თუ შეიძლება, ბავშვობიდან ვსწრებობ ელექტროგიტარაზე დაკვაზე. ძალიან ხო. სადაც გაჩერდი? Electric guitar. შეგიძლია ჯაზ რეჟიმი ჩამირთო? კი ბატონო, G. აი, ძალიან კარგი. კი ბატონო. მზად ვარ. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. არის მეგობარო, არსებობს GeoGip B80-ის საოჯახო კომპლექტი, სადაც შესულია სხვადასხვა ზომის ღიპები. თქვენი მეუღლისთვის ვარდისფერი მუცელი და თქვენი ბავშვებისთვის მუცელი მიკი მაუსის გამოსახულება. ძალიან მაგარია. და თუ ახლავე დარეკავთ GeoGip B80-ის შესაძენად, თქვენ საჩუქრად გამოგეცემათ მეზობლების დამთვლელი სპეციალური აპარატი TQ001. ეს გახლავთ ინოვაციური გამოგონება. კორპუს ერთი ხელის მიშვერით ის წამებში ითვლის თქვენს მეზობლებს და ავტომატურ რეჟიმში უგზავნის მათ გინების და სხვადასხვა სახის შეურაცხყოფელ შეტყობინებებს. სტიუარტ, ერთი რაღაც მინდა გითხრა. GeoGip B80-ის გამოჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნამდვილად მთლიანად შეიცვალა. სტიუ, შემოტრიალდი ჩემს ქეთ. სიო, ამაზე ოცნებობდი ბავშვობიდან რას ლაპარაკობ. მაშასე, არ გაუშვა ჩანსი და დარეკეთ ნომერზე აუცილებლად. ახლავე ამ წამს ნომერზე 10, 25, 27, 48, 76, 460, 77, 6, 2078, 49, 7, 801, 00, 11. 54, 99, 354. ძალიან კარგი. ან უბრალოდ აკრიფეთ დიეზი. როცა გუგამ სოკრატეს ცნობილი გამონათქვამი მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ წაიკითხა სანჩიკა კარადაში საგულდაგულოდ ჩაგერა ასკარეკა მაიცა რა ასკა გათიშე ბიჭო ყორადო მოვისტო მაშინ სანჩიკ ბიჭებო ერთი წუთი დამელოდეთ რა დამელოდეთ და ბონჯი გამორა გუგა წამო ბიჭო რატო აბა დამელოდეთ ბიჭო სანჩიკ გუგა ბიჭო დამელოდე ერთი სანჩიკ გუგა ამის ნეჭავე რა პანჩი გვეო ბიჭო რას მარბენინე ბიჭები ხარ ბიჭო რას მარბენინე ხობია რატო მოგძდებს
რა გინდა ბიჭო? ბიჭოკები რატო დაგვიდებ ჩემი? ბიჭო თქვენ ხوار უბრალოდ რას მარბენინეთ ბიჭო გულით რატო დაგვიდებ კიდე? რატო დაგდეკია ბიჭო იმდრეს? რა გინდას? 50 ლარი ხო გეშიშხეთ ბიჭო? მე რა მაგის გინდა? მოსაცემად მოვედი რას მარბენინებ გიჟები ხარ ბიჭო ცუდად. ვაზე ხარ? ეგრეთ. რამე თქო დამაცადე. მე ბუტკარო დავაყაჩაღეთ ბატონში მოგზდე და რაღაცა დაწერა გინდოდა ჩვენი გაქენი ბიჭო თუ ამდენი არ გულბენია 12 თინა ბებოს ბუტკა დააყაჩე. აი თურმე 50 ლარის მოწმა. აი მე ბიჭოკებს ვაფურთხი როკასტი ბიჭო. დავай ბრაცი განყოფილებაში. რატო და იმიტომ რომ თინა ბებოს ბუტკა რო დააყაჩე პროსტა მაგიტომ. დავай განყოფილებაში მიდი. მიდი აღოთ ზირბილით არ მინდა ნელა მიდი. საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს ინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარულით აენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარულით აენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაპრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა